მოგესალმებით ყველას. Sports Production Studio და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი წარმოგიდგენთ ფანების ლიგის მესამე სეზონის მერვედფინალურ შეხვედრას. და დღევანდელ მერვედფინალში ერთმანეთს ხვდებიან ბათუმის დინამო, ჩვენი უკვე საკმაოდ გამოცდილი გუნდი, ჩვენი თამაშების, ჩვენი ფანების ლიგის და დებიუტანტი გუნდი ტყიბულის მეშახტე, რომელიც დაკომპლექტებულია ისეთი მოთამაშეებით, რომლებიც სულაც არ არიან დებიუტანტები. და მოდი დავიწყებ ტყიბულის მეშახტის წარდგენით დათო გელაძე და ნიკა დევიძე. მოგესალმებით ბიჭებო. თქვენ პირველ სეზონში მოყვარულთა ლიგის სახელით თამაშობდით და ფინალშიც გახვედით. ფინალისტები ხართ პირველი სეზონის. ამჯერად უკვე ტყიბულის მეშახტის სახით ტრანსფერი რამე განათხოვრებული ვიყავით და დავბრუნდით. დავბრუნდით რა. მე სატრანსფერო ხართ მაინტერესებდა. ბაიბექი ხონდა. ბატონო, როგორ ხართ? როგორი განწყობა არის? მადლობთ, განწყობა ძალიან კარგი. მივესალმებით ჩვენს ნეტოქეს, რომელიც ძალიან კარგი გუნდი არის, ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ კარგი თამაში გამოვა. თქვენ შესახებას აქვს შესაძლებლობა. რაც შეეხება მეშახტეს, ვიბრძვით უმაღლესი ლიგის აგზურისთვის და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. კარგად დაფრინავთ ვთქვით ფინალში თამაშებზე და ახლა უნიკალური შემთხვევა დააფიქსირეთ თამაში ფინალში გაფრინდით. კი ბატონო, წარმატებას გისურვებთ რა თქმა უნდა და თქვენი მოწინააღმდეგე გუნდი ბათუმის დინამო, ნიკა მალაზონია და გიორგი მიქელაძე. მოგესალმებით ყველასთან. თქვენთან განსაკუთრებული მადლობა მაქვს ყოველთვის საფრთხელი, იმიტომ რომ ყველაზე შორი ბანძილიდან ჩავოდიხართ. გვიყვარს ფეხბურთი, გვიყვარს თქვენთან თამაში, რა გავაკეთოთ? მოვდივარ. ჩეც გვიყვარს განსაკუთრებით. კი ბატონო. ფეხბურთი გვიყვარს და სხვა გზა არ აქვს. გაიხარეთ, ძალიან კარგი, ძალიან მიხარია, ყოველთვის ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა. თქვენს კი რა ხდება, როგორი სიტუაცია? გუნდის კაი, ცუდზე რა არა, ცუდზე გორდიკად, მაგრამ ბევრი ქონია ესეთი ყოფილა შემთხვევები, ასე ვთქვათ, კარგი რამდენიმე სეზონის მერე იცის ხოლმე. კი ბატონო. ყველა გუნდს ახასიათებს, ამიტომ იმედი მაქვს, რომ მომდევნო სეზონში უკვე ისევ ტიტულებისთვის ბრძოლა არის. წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა, თქვენს კლუბსაც და თქვენს პირადად წარმატებას გისურვებთ. შეგვიძლია მე მგონი დავიწყოთ თამაში. მე აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ჩვენი წლევანდელი სეზონის გამარჯვებული უკვე 2026 წელს მომავალ წელს გაემგზავრება საქართველოს ეროვნული ნაკრების რომელიმე გასვლით შეხვედრას. გადასარევია. უკვე რო გვეწოდინება მე რა თამაშები გვერის მომავალ წელს, უკვე მე შემდეგ დავგებოთ. მაშ ასე შეგვიძლია დავიწყოთ გვაქვს ახალი რუბრიკაც ალბათ ნახავდით, ამაზე უკვე ცოტა მოგვიანებით გეტყვით. დანარჩენი იგივე რჩება, პასუხები არის დასწრებაზე, უცხოური ტურით ვიწყებთ, სადაც ყველა პასუხი არის, სწორი პასუხი იქნება 1 ფულიანი. თუ არასწორად უპასუხა მეტოქებს, შეგიძლიათ ბოლომდე მოისმინოთ შეკითხვა და მე გასცეთ პასუხი. მაშ ასე მე მგონი შეგვიძლია დავიწყოთ. მოვიმარჯვებ თვალებს. მაშ ასე ფანების ლიგის მორიგი მერვედფინალური შეხვედრა ტყიბულის მეშახტესა და ბათუმის დინამოს შორის უცხოური ტურის პირველი შეკითხვა. ამ შვენიერი არგენტინელი ნახევარმცველისთვის ტრამვებს რო არ შეეშალა ხელი, გაცილებით მეტს მიაღწევდა. თუმცა ტიტულები არც ნაკრებში აკლდა და არც კლუბებში. კოპა ამერიკა, FIFA-ს კონფედერაციათა თასი, ორჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა რეალში, ერთხელაც მილანში. 2000 წელს დაასწრო მეშახტემ ფერნანდო რედონდო. ფერნანდო რედონდოს სწორი პასუხია და გასწრეს. მე მგონი უკვე მილანზე გაიხსნა. გაერკვა. კი ბატონო, 1-0 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. 1992 წელს ბარსელონაში, როცა ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი მოიგო, ის მხოლოდ 15 წლის და 11 თვის იყო. არც მანამდე და არც მას შემდეგ ასე პატარა ფეხბურთელს ოლიმპიური მედალი არ მოუგია. თუმცა ეს მასთან დაკავშირებული ერთადერთი საინტერესო ფაქტი არაა. მაგალითად 2001 წელს, როცა ბაიერნმა საკონტინენტთაშორისო თასი მოიპოვა, ერთადერთი გოლი სწორედ ამ განელმა ფეხბურთელმა გაიტანა. სხვათა შორის 1999 წელს და ისევ ტყიბული კუფურის სწორი პასუხია, კი ბატონო. გოლი თუ გაიტანა ვერ ვიფიქრე მანამდე კუფური, მაგრამ კუფურის სწორი პასუხია. ეგ მე ვიზახდით 96 წელს. ერთადერთი არაგერმანელი იყო ბაიერნის შემადგენლობაში. 99-ში ტირო და ფინალის შემდეგ. კი ბატონო. შემდეგი შეკითხვა. ეს ვეტერანი ბრაზილიელი თავდამსხმელი ჩემპიონი გახდა სამშობლოში, პორტუგალიაში, რუსეთში და ჩინეთში თამაშის დროს. კარიერის საუკეთესო წლები პორტუსა და ამ შემთხვევაში სწორი პასუხია ჰალკი. ჰალკი სწორი პასუხია და ანგარიშდება 2-1. შემდეგი შეკითხვა.
ეს დიდი დანიელი ფეხბურთელი იმითაა ცნობილი, რომ ეროვნულ ნაკრებში 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა, როგორც ფეხბურთელმა და როგორც მთავარმა მწვრთნელმა. სოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მეორე ასეთი კაცი მხოლოდ დიდიე დეშამია. ისმენთ? მორტენ ოლსენი. მორტენ ოლსენის სწორი პასუხია და 2-2 ხდება ანგარიში. ძალიან დაძაბული თამაში იქნება ვატყობ. გაისად 29 აგვისტოს ეს იტალიური კლუბი საუკუნოვან იუბილეს იზეიმებს. ის პირველი იტალიური კლუბია, რომელმაც ევროთასი მოიგო. კონკრეტულად კი თასების მფლობელთა თასი 1961 წელს. ასევე პირველი იტალიური კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა თასის ფინალში ითამაშა. ფიორენტინას სწორი პასუხია. აფეთაცი ზოგადად გავიდეთ, მაგრამ უბრალოდ ცოტა უფრო ჰუმანიტარული სკენა ვარ მე და თამაში ამიჩი. 3-2 ანგარიში და უცხოური ტური ამით დასრულებულია და გადავდივართ ფოტო ტურზე. ფოტო ტური ისევ იგივენაირი პრინციპით არის, მეგობრებო, თავიდან იქნება ერთი ფოტო, 3-4-ზე ფოტო, უბრალოდ ფრაგმენტი ამ ფოტოდან. თუ უკვე მიხვდებით, შეგიძლიათ დააჭიროთ. კი, ფეხბურთელი უნდა გამოიცნოთ, ვინ არის. თუ მიხვდებით, შეგიძლიათ დააჭიროთ, თუ არა და მე თუ არასწორი პასუხი იქნება, მე თქო შეგვიძლია ბოლომდე დაელოდოს გახსნას. მაშასე ფოტო ტურის პირველი ფოტო 3-4-ზე. აბა. იბული იყო რაველი. როგორ? რაველი. სწორი პასუხია, თომას რაველი, სწორი პასუხია. სწორი პასუხია, თომას რაველი. 14 ვიხდი. კერას ველოდებოდი. რას ელოდებოდი? კერას ველოდებოდი. 3-3 ანგარიში. შემდეგი ფოტო გახსოვთ რომელიმე საერთაშორისო მატჩიდან თქვენ უნდა დაასახელოთ ორი ნაკრები. ბათუმმა დაასწრო შემთხვევაში ეს უნდა იყოს გერმანია საფრანგეთი 82 წელს. ხედი რო დაეჯახა ბატისტონი რო დაეჯახა ბატისტონი რო გაიმეტა სწორედ ის მომენტი იყო ნამდვილად. გავამოწევდა. 4-3 ანგარიში და შემდეგ შეკითხვა უკვე ორქულიანია, რადგან ქართულ ფეხბურთს ეხება, ქართულ ფეხბურთზეა ფოტო. იქნება საქართველოს ნაკრების ფოტო და რომელ ნაკრებს ეთამაშება საქართველოს ნაკრები. გავხსნათ. ისევ ბათუმი. უკრაინა უნდა იყოს. არ არის სწორი პასუხი უკრაინა, თქვენ შეგიძლიათ ბოლომდე შეგვიძლია უკვე გავხსნათ, რადგან შეუძლიათ. აბა. ესტონეთის სწორი პასუხია, ნამდვილად ესტონეთი არის, აი შავი შორტები და ლურჯი, ხო. ყვითელი და ლურჯმა ესეთ. აჰა, ხო, კი ბატონო. და ანგარიში ხდება 5-4. შემდეგი ტური გვაქვს ქართული ტური, სადაც უკვე ყველა სწორი პასუხი ორქულიანია, მეგობრებო. და მოვემზადოთ ქართული ტურის პირველი შეკითხვა. 7 სექტემბერს ბულგარეთთან 3-0 მოგებული მატჩი ამ ფეხბურთელისთვის მე-40 იყო. ნაკრებში მისი დებიუტი დუბაიში შედგა უზბეკეთის წინააღმდეგ, სადაც გოლიც გაიტანა. იმ დროს ის თბილისის დინამოში თამაშობდა. შემდეგ რამდენიმე უცხოური კლუბი გამოიცვალა. ახლა კი ამერიკის იმ ქალაქში თამაშობს. დაასწრო მეშახტე. საბალობჟანიძე სწორი პასუხია, რა თქმა უნდა. 7-4 ანგარიში. აქ დასწრების თამაში მიდის, რა თქმა უნდა. იმდენად ცოდნე ხალხი ხართ ფეხბურთის რო. შემდეგი შეკითხვა. ამ მეკარემ საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა. ხოლო როცა პირველად ჩადგა ეროვნული გუნდის კარში, მხოლოდ 17 წლის და 5 თვის იყო. ეს 2007 წელს აზერბაიჯანის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში მოხდა. სადღეისოდ მას ეროვნულ ნაკრებში 17 შეხვედრა აქვს გამართული. ისევ მეშახტე? გიორგი მაკარიძე. გიორგი მაკარიძე სწორი პასუხია, ბატონო. ბატონო, ასე ვედი. იცოდით და ხარი მაგას. შენ და მე უნდა მითხრა, დააჭირო და მე უნდა გოჩას უთხარი, მე არ მითხრა, გოჩას უთხარი. 9-4 ანგარიში. შემდეგი შეკითხვა ქართული ტური. პირველ ეროვნულ ჩემპიონატს ის დუშეთის არაგვის ფეხბურთელად შეხვდა. შემდეგ იყო გორის ქართლი და დილა, საიდანაც თბილისის ლოკომოტივში გადაინაცვლა. 1999 წელს კი იმ კლუბში გადავიდა, სადაც 2012 წლის ჩათვლით ითამაშა და დღეს ამ კლუბის ლეგენდად ითვლება. ამ ფეხბურთელმა 2001 მეშახტემ დააჭირა. ვაჟა თარხნიშვილი? ვაჟა თარხნიშვილი სწორი პასუხია. თამაშამდე
10 წუთი ვაჟათარხვის. ხო და ვაჟათარხიში ვახსენდა, არ მახსოვდა თუ აღიგებ. ამიმადი თუ იყო ამ პაკეტში. ვა. 11-4 ანგარიში, მაგრამ წინ კიდევ არის საკმაოდ ისინი ბიჭებო. შემდეგი შეკითხვა. ნიჭიერის შემტევი ნახევარმცველის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 1996 წელს შედგა ლიბანთან ამხანაგურ მატჩში და პირველი სანაკრებო გოლიც მაშინ გაიტანა. იმ დროს ის ფოთის კოლხეთი 1913-ში თამაშობდა. უკანასკნელი 21 სანაკრებო მატჩი კი 2006 წლის აგვისტოში ჩაატარა ფარედის კუნძულებზე. რაც შეეხება სანაკრებო გოლებს, ის პირველი ქართველია, რომელმაც იტალიის ნაკრების კარი დალაშქრა. ბათუმი? ეს უნდა იყოს გახოკიძე. კი ბატონო, გოგა გახოკიძეა, რა თქმა უნდა, 11-6 ანგარიში. ნაძე თქვი, იმიტომ რომ იქ ნაძე თამაშია და გაიტანა. გახოკიძე. ლიბანთან? ხო, მაგრამ იტალიასთან გაიტანა. ხო, იტალიასთან. იტალიას გაუტანა რუსთავში ახალგაზრდაში. ახალგაზრდაში. იქნაზე შეაგდო. 2-0 როცა მოვიგეთ კი ბატონო. და ქართული ტურის ბოლო შეკითხვა 11-6 ანგარიში. ბოლო შეკითხვა. ეს ტანმაღალი მეკარე ხაშურში დაიბადა. თბილისის ნიკატო გუნიცა. არ არის სწორი. შეიძლება ნიკაც ხაშურში დაიბადა, მაგრამ ეხლა თან ბათუმის დინამოს მეკარეზე არ მოგიტანდით კითხებს, უხერხული იქნებოდა ბიჭებთან. ეს ტანმაღალი მეკარე ხაშურში დაიბადა. თბილისის დინამოში მოხვედრამდე კი ითამაშა სამტრედიის ლოკომოტივსა და ქუთაისის ტორპედოში. დინამოს 1991 წელს შეუერთდა და თასების პრობლემთა თასის მედალიც მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შემადგენლობაში უკიდურესად იშვიათად თამაშობდა. წლების შემდეგ საფეხბურთო აკადემია დააფუძნა. მისი ვაჟი კი რამდენიმე სეზონი თამაშობდა სერია A-ში, საქართველოს ნაკრებში კი 32 თამაში 2 გოლი გაიტანა. ჭედლიძე. სახელი? კარლო ჭედლიძე. კარლო ჭედლიძე სწორია. კი ბატონო. 13-6. ხო, მაგრამ რო ვცდილობ ხოლმე რომ მაისურით ვერ ხო, მაგრამ ხო, ტოკოინძე უნდა გვეხსენებია. ასე ხო, კი ბატონო. 13-6 ანგარიში და შემდეგი რუბრიკა გახავს სარბიელის არქივიდან, მეგობრებო. პირველი კითხვა ერთხულიანია, მეორე კითხვა ორხულიანია. შემოგთავაზებთ რაღაც ამონარიც, რომელიმე სტატიიდან, კითხვასაც დავსვავ და იმ კითხვის მიხედვით უნდა მიპასუხოთ. ჯერ კითხვას დავსვავ და შემდეგ გამოჩნდება ფოტო ამ შემთხვევაში. მოგეთ, ეს მასალა სარბიელში დაიბეჭდა 1991 წლის 17 მაისს. ვაჩვენოთ თუ შეიძლება ფოტო. თასების პრობლემთა თასის ფინალური შეხვედრის წინ, რომელიც გუშინწინ როტერდამის ფეინორდის სტადიონზე 46000 მაყურებლის თანასწორად გაიმართა, ბარსელონის მწვრთნელს ჰოლანდიელი იოჰან კრუიფს რთული ამოცანა ჰქონდა გადასაჭრელი. ფინალში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ გუნდის წამყვანი მოთამაშეები, დისკვალიფიცირებული ამორი და სუბისარეტა, რომელთაც ბოლო მომენტში ტრავმირებული სტოიჩკოვი მიემატა. ვის ხვდებოდა იმ შეხვედრაში ბარსელონა? არ არის სწორი პასუხი თასების თასის მატჩი, თქვენ ხო არ გაქვთ რამე ვერსია? ვის ხვდებოდა ბარსელონა ფინალში და რომელი წელი? 91 წლის 17 მაისს. თამაც თასე აღარ ვერ იხსენებ. ფიორენტინა. არა, მანჩესტერ იუნაიტედი იყო სწორი პასუხი. ანგარიში რჩება უცვლელი 13-6, ხო? კი ბატონო. შემდეგი შეკითხვა არის უკვე ორქულიანი. 1994 წლის 14 იანვარს სარბიელი წერდა. მოკლედ, გელა მეგრელიშვილმა გვაცნობა, რომ კლუბის ხელმძღვანელთა კრებაზე საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი ჯონ მალხას შალიკაშვილი. გააჩინეს. კი, გააქვთ რამე პასუხი? გუნდი უნდა ვთქვა რა. ხო, გუნდი უნდა თქვა. ჯანი თალაზანი. აი, არ არის სწორი პასუხი, იმიტომ რომ სხვანაირად არის კითხვა. ანუ მაშინ სხვა რომლის პაპა გურჯანელი იყო და მათ ძველი ეზოკარის სტადიონისგან არც თუ ისე შორს მდებარეობდა. გენერალ შარიკვაშის უკვე გაეგზავნა შესაბამისი ფაქსი. რა ერქვა იმ სეზონში გურჯანის გუნდს? გახსოვს? 14-ში. 94. ანუ ალაზანი არ იყო ესე რომ არისო. ასე გამოდის. ალაზანი არ იყო. გურჯანის ნაკრები. ვერ იხსენე. არა, არ მახსენდა. კარგი ბატონო. გურჯანის ერქვანი იყო ასეთი გუნდი. გურჯანის ერქვანი იყო ისეთი. მურიცხლია. თან ცოტა გვიგარდახე რა ერქვაო. ხო, რა ერქვა? იმიტომ რომ ხო ხა ალაზანი ყველა ვისაჭის, მაგრამ ხალხალიკაში მეგონა ვაფშე. ხო, საინტერესო, გოდუას თუ გამოიცნობ, საინტერესო იქნება. კი ბატონო.
არა მე უბრალოდ ძალიან ისეთი რო ვეძებ ხოლმე რაღაც კითხვებს სარბიელიდან ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას ვასწრებ. ჯონ მალხას ჭალიკაშვილი რო აირჩია საპატიო პრეზიდენტად გურჯაანის საფეხბურთო და ფაქტში რო გაეგზავნა რო უთხრა რომ აგირჩიეთ. თუ დაეთანხმეს ძალიან კარგია. არ ვიცი. ნატოში რომ მიდის ეგეთი ვაქსინა რო ფიქრობს რომ რაღაც კოდირებულია რაღაც შიფრი უნდა ერქვა. რას ფიქრობენ? ქალაქობანა გვაქვს, მეგობრებო. ქალაქობანაში აღარ არის ის პირველი ტური, რომელიც ისე უბრალოდ წერდით ხოლმე რაღაც 100-ზე. ყველა ანუ ამოვა 100 დოლარზე და შესაბამისად დავსვავ კითხვებს, ანუ სტოპიც აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ყველა ხუთივე კითხვამ დავსვავ, ორ-ორჯერ წავიკითხავ და თქვენ რა თქმა უნდა ჩაწეროთ სწორი პასუხები. დავატრიალოთ მაშინ დოლურავ, ნახოთ რა 100 ამოგვივა. ასობ გერა ი. მაშასე ი და პირველი ანუ ნაკრები. ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი 37 მატჩისგან შემდგარი დაუმარცხებელი სერია ამ ნაკრებს ეკუთვნის. ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი 37 მატჩისგან შემდგარი დაუმარცხებელი სერია ამ ნაკრებს ეკუთვნის. კლუბი 1980-91 წლების UEFA-ს თასის გათამაშებაში გამარჯვებული ინგლისური კლუბი. 1980-91 წლების UEFA-ს თასის გათამაშებაში გამარჯვებული ინგლისური კლუბი. უცხოელი ფეხბურთელი. ევროპა ლიგის ბოლო 2024-25 წლების გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი. ევროპა ლიგის ბოლო 2025-25 წლების გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი. ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი 2004 და 2008 წლებში. საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი 2004 და 2008 წლებში. დამწვრთნელი. ამ კაცმა სრულად მოულოდნელად უხელმძღვანელა ესპანეთის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე. ამ კაცმა სრულად მოულოდნელად უხელმძღვანელა ესპანეთის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე. მაშინ ასე დავასრულეთ მე მგონი არა, აი, შეგვიძლია ვაჩვენოთ კამერებს რა პასუხები. ცუდად გვაქვს პასუხები. უი, მანახეთ რა იქით კამერებს ვაჩვენა. არა, იქით აჩვენე კამერას. დავიწყოთ. ყველაზე შთამბეჭდავი სერია რომელ ნაკრებს ჰქონდა? იტალია. იტალიას სწორი პასუხია, ანუ 13-6 იყო, 14-7 გახდა ანგარიში, თითოეულ ოკულა. კლუბი, რომელმაც UEFA-ს თასი აიღო, Ipswich. სწორია, თითოეულ ოკულა 15-8 არის ანგარიში. ევროპა ლიგის ბოლო გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი. ისკო ყოფილა. ისკო გახდა ბეტის მამა. ქართველი ფეხბურთელი 2004 და 2008 წლებში ვინ გახდა საუკეთესო? სანდრო იაშვილი როტერე. არ დაგვიწერია ჩვენ. აი, სანდრო რო არ დაგეწერა, ალექსანდრე იაშვილი იყო. ანუ იაშკა და არასა. ჰა? იაშვილი მიწერია. სანდრო რა არა, ის იაშვილი არ იქნება თქო და. იაშვილი რო დაგეწერა სწორი იყო. არა, სანდრო იაშვილი სხვა იყო და და წორცნელი ესპანეთის 2018 იეროს პასუხია სამიკულა და 18-8 არის ანგარიში. თუმცა ბოლო, ანუ 10 კულა სხვაობა, თუმცა ბოლო მას შეუძლია, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ დაკაჩვა. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე აღარ ვატრიალებთ დოლურას და პირდაპირ ისევ სვავ კითხვებს და თქვენ რაღაც ხო და ყველა პასუხი ისევ ერთი და იგივე 100-ზე იწყება. ნაკრები. გუნდი ამერიკის კონტინენტიდან, ანუ ნაკრები ამერიკის კონტინენტიდან, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად 1986 წელს ითამაშა, მეორედ კი 2022 წელს. ნაკრები ამერიკის კონტინენტიდან, რომელმაც მსოფლიოზე პირველად 1986-ში ითამაშა, მეორედ კი ბოლო მსოფლიოზე 2022 წელს. კლუბი. ამ კლუბს მეტსახელით ფრინავი ვირები იცნობდნენ. ამ კლუბს იცნობდნენ მეტსახელით ფრინავი ვირები. უცხოელი ფეხბურთელი. ვარსკვლავი, რომელსაც მეუღლე იმიტომ გაშორდა, რომ ზედმეტად პატიოსანი და კარგი იყო. ვარსკვლავი, რომელსაც მეუღლე იმიტომ გაშორდა, რომ ზედმეტად პატიოსანი და კარგი იყო. ესეთი უცნაური. ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში. ქართველი ფეხბურთელი, ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში. და მწვრთნელი, რომელმაც დინამოს 1973 წელს კოლუმბიის კარაველა მოაგებინა. მწვრთნელი, რომელმაც დინამოს 1973 წელს კოლუმბიის კარაველა მოაგებინა. კარაველას თასი ისთან. შეგვიძლია დავიწყოთ, ვაჩვენოთ თუ შეიძლება. კამერას ვაჩვენოთ, კიბიო. და დავიწყოთ.
ნაკრები, რომელმაც 86-ში ითამაშა და მე აშლელი მაგარიტელი. კანადა დავწერეთ. კანადას სწორი პასუხია 18-11 ხდება ანგარიში. მფრინავი ვირები, კიო. კი ბატონო. 19-12. ვარსკვლავი, რომელსაც მეუღლე იმიტომ გაშერდა. 20-13. ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. კეტაშვილი. კი ბატონო, სწორი პასუხია. და მწვრთნელი, რომელმაც დინამოს მოაგებინა 63. კაჩალი. დავნი კაჩალი. არა, კოტრიკაძეა. სწორი პასუხი სამიქულა ისე თქვენ, მაგრამ სამწუხაროდ არ აღმოჩნდა საკვარის იმისათვის, რომ დაწეოდით ტყიბულის მეშახტეს, თქვენ რა თქმა უნდა გილოცავთ, რავი, დებიუტი როგორ დავარქვა ახლა ტყიბულის მეშახტესთვის დებიუტია, რა თქმა უნდა, გილოცავთ მეოთხედ ფინალში გასვლას. და ბათუმის დინამოს ძალიან დიდი მადლობა. ბათუმის დინამოს ძალიან დიდი მადლობა მონაწილეობისთვის კიდევ ერთხელ. ძალიან კარგი თამაშისთვის, როგორც ყოველთვის, ძალიან დაძაბული თამაშისთვის. საინტერესო გამოვიდა. კი, ნამდვილად და იმედია შევხვდებით ისევ მომავალ სეზონში. დღეს ამით უნდა დაგემშვიდობოთ. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენი პროექტის წამდგენია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio. ჩვენი გამარჯვებული წყვილი კი მომავალ წელს გაემგზავრება, არის 2026 წელს გაემგზავრება საქართველოს ნაკრების გასვლით თამაშზე. ამით გემშვიდობებით, შევხვდებით ერთმანეთს ერთ კვირაში. კარგად ბრძანდებოდეთ.